მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი სოსო მანჯავიძე. სოსო მოგესალმები. მოგესალმებით. სოსო დღეს რაზე მსურს საუბარი? ნუ არ შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის მიმოხილვა იმ ვიზიტის მიღმა, რაც რამდენიმე დღის წინ განხორციელდა რუსეთში ვიტკოფი და კუშნერი, ჩვენი დონალდ ტრამპის სიძე, როცა ეახლნენ ბატონ ვლადიმერ პუტინს. ნუ აქ რო გარღვევა ნაკლებად იყო მოსალოდნელი, ეს ყველა მოაზროვნემ და მეტნაკლებად პოლიტიკის შეხედულმა ვიცოდით, მაგრამ კონტექსტი იყო ცოტა ესეთი უცნაური და რაზე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ესე იგი ერთი დღით ადრე თუ არ ვწდები, ჯერ კიდე ყირგიზეთში იყო განაცხადა, ესეთი საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ თუ ევროპა მოინდომებს ომს, ნუ რუსეთი იომებს და უახლოეს რაღაცა მოკლე პერიოდშიო მომლაპარაკებელიც არავინ იქნება ევროპის მხრიდანო, ეს ერთი. მეორე, როცა უკვე შეხვედრა მიდიოდა პლუს მინუს პარალელურ რეჟიმში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ის ხვდებოდა ლავროვი. და მესამე რაც გამაკვირვა, ეს უკვე მეორე დღეს იყო, როცა დონალდ ტრამპი საჯარო, ესე ვთქვათ, საგანგებო გამოსვლა უნდა ყოფილიყო და ნუ გამოვიდა ყველაფერზე ელაპარაკა, ჩემ და გასახარად ამ ყალბწვანე ტექნოლოგიას კიდევ ერთხელ გადაუარა და გავანებოთ ამ ელექტრომობილებს თავიდან მიუხედავად ინდუსტრიას და შიდაწვის ზრავების სანამ რესურსი აქ ავამოქმედოთო და ჯერ კიდე ავტომობილებიო, ხა იცი რომ ინდუსტრია ამერიკის ძალიან დიდწილად არის საავტომობილო მრეწველობაზე დაყრდნობილი და იქ ერთი მნიშვნელოვანი რამ თქვა, რომ როცა შეეკითხა ჟურნალისტმა, რომ როგორ შეაფასებდით ერთგვარად უშედეგო ვიზიტს, თქვა, რომ პოზიტიური სიგნალები მოდისო რუსეთიდანო და ანუ იმედი გვაქვს. ხო და აი ეს სამი გარემოება და პლუს თავად ვიზიტი. რა სიტყვოდი ამ ყველაფერსთან დაკავშირებით? 5 საათი ისაუბრეს. პუტინი ცოტა ისე ხუმრობდა იქ ინდოელ ჟურნალისტებთან საუბარში, რომ 5 საათი მელაპარაკეს, წარმოგიდგენიათ ისინი იყვნენ დელეგაცია და მე მარტო. ხო, ანუ იხუმრა რა უშაკოვი და დმიტრევი. ხო, მე მარტო და მომბეზრდა კიდევაცო. წარმოგიდგენიათ 5 საათიო, როგორი საქმეა რა. დაჟე ნადაიელაო თუ რაღაც ესეთი რა. რა თქმა უნდა, იშაყირა. ახლა რას ნიშნავს ეს იქ არის გასაგებია რომ რაც გაჟღერდა ყველამ ვიცით ახლა ამაზე აღარ გავაგზელებთ ხო მე მგონი მამაოჩვენებავით ის ხო კონტექსტი აქვს თავარი ჩვენ ინტერპრეტაცია გავაკეთოთ ახლა მე ვფიქრობ რომ მან ისევ ანკორიჩში მოლაპარაკებები რაც გაიმართა და რაზეც მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა ამ საკითხების შეთანხმება იყო. ეხლა ჩვენ ისიც უნდა დავინახოთ რა დონეზე და დაუშვათ თან ხდებოდა საკითხები, ხო? მაგალითად, აი WhatsApp-ში რაც ჩანაწერები რომ გამოჟონვა რომ მოხდა ახლა. ახლა ჩვენ იმის ალბათ გულუყვილოები არ ვიქნებით რომ ვიტკოფმაც და დმიტრიევმაც შესანიშნავად იციან რომ დაუშვათ ეს WhatsApp-ი ისმინება ყველასგან ვისაც მოსმენა უნდა რაღაცის. ხო შესაბამისად ეს იყო სპეციალურად გაკეთებული, ესე ვთქვათ, აჟონვა, ხო? იქ ჩვენ ხედავთ აბსოლუტურად ესე იგი მეგობრულ საუბარს. ანუ რა ისე თქვა მინდა მე. გასაგებია რომ უკრაინაზე მიდის ლაპარაკი, გასაგებია რომ მიდის დიდ ეკონომიკურ პროექტებზე ლაპარაკი და გასაგებია რომ მხარეები ამ შემთხვევაში ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ტრამპის განწყობების და ტრამპის და იმ ესე ელიტის ესე ვთქვათ რომელსაც ტრამპი წარმოადგენს არის მოლაპარაკების ანუ დიდი სივრცეების გადანაწილების დიდი გეოეკონომიკური შეთანხმებების ვითარება არის ანუ მხარეები ამაზე მიდიან ანუ იმის მაგიო ესკალაცია კი არ არის არამედ მიდის თამაში იმისთვის რომ მიაღწიონ გარკვეულ შეთანხმებას მათ შორის უკრაინის საკითხზე ახლა რაზეა საუბარი ჩვენ წინაზეც ვისაუბრეთ ხო რუსეთი ვერ და არ დათანხმდება ისეთ პირობებს
სადაც იქნება უკრაინის სადაც იქნება იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინა დარჩეს ანტირუსეთით. ეს არის ისეთი რამ, რასაც დაუშვათ იგივე პუტინს და პუტინის განწყობას ხო ვიცით ჩვენ ასეთია, ხო? არ აპატიებს იგივე რომ წავიდეს ამაზე მისი პოლიტიკური წონა დაეცემა იმ დაგვარად რომ საკითხი დადგება მისი რეჟიმის სტაბილურობის შესახებ. ანუ რუსეთი როგორც სახელმწიფო ამერიკისგან განსხვავებით დამარცხება ბრძოლის ველზე, ან წარუმატებლობა ბრძოლის ველზე იწვევს შიდად დაძაბულობას. განსხვავებით შეერთებული შტატებისგან, სადაც ისეთი მოქნილი სისტემაა, რომ დაუშვათ აგერ ახლა ტრამპი იძახის ბაიდენზე, ეს მაგის ომია მე რა შუაში ვარ, რომ ეოდა ხო ყველა იმაზე და თითქოს ესე იგი აი ეს იცილებენ ასე ვთქვათ ძალიან მარტივად, ხო? რაღაც წარუმატებლობა არის არჩევნებში, გაიმარჯვოს მეორე მხარე და ის იტყვის რომ არა იმის ბრალი იყო მე რა შუაში ვარ. ხო ასე, როგორც ტრამპი ამბობს, ხო ახლა. მე რომ ყოფილიყავი ეს ომი არ იქნებოდა. მე უნდა დავამთავრო ომი, ეს ბაიდენის ომია. რუსეთში მსგავსი რამე არ ხდება, პასუხისმგებლობა მთლიანად არის. უფრო ესეთ კონტინენტალური მიწის ცივილიზაციის კლასიკური ქვეყანაა და შესაბამისად იქ არის სხვა პასუხისმგებლობები და სხვა იერარქიული სისტემა. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ პუტინს სჭირდება დაასაბუთოს ის უზარმაზარი, ესე იგი, დანაკლისი და ის ყველაფერი, რაც რუსეთმა განიცადა, იმით რომ მან ეს ომი მოიგო. ომის მოგება რაში გამოიხატება? უკრაინა არ უნდა იყოს აქ ტერიტორიებზე არ არის იმდენად. უკრაინა არ უნდა იყოს, ანუ რუსეთის ხედვით, უკრაინა ვერ გაერთიანდება ნატოში, უკრაინა არ ეყოლება ისეთი შეიარაღება და არ ექნება ისეთი ალიანსები, რომელიც დაემუქრება რუსეთს, რუსული ენა უნდა აღდგეს თავისუფლებებში, რუსული ეკლესია უნდა აღდგეს, ან დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია. ასეთ შემთხვევაში რუსეთის პირობა არის, რომ ასეთ შემთხვევაში ის 4 რეგიონი, რომელიც კონსტიტუციით რუსეთს მიეკუთვნა და ყირიმი იქნება რუსეთის, ამით დაკმაყოფილდება მოკლედ რუსეთი და იქით არ წავა. ეს არის რუსების პოზიცია. ახლა ეს ცხადია, რომ ევროპელებისთვის, ზელენსკის რეჟიმის სრულ დესტაბილიზაციას ნიშნავს, აი ეს პირობებზე რომ გამოყალიბდეს. ანუ ეს ისეთი ომია, რომელსაც ერთ-ერთი მხარეს დამარცხება უნდა მოყვეს. და ამ რეჟიმის დაუშვათ სიმბოლოების მოშლა, ხო? ცხადია ეს ევროპელებისთვისაც ეს მიუღებელია, იმიტომ რომ საკითხი დადგება უკვე ძალიან ძიმეთ ევროკავშირისთვის და ევროპელი ლიდერებისთვის. აქედან გამომდინარე, სიტუაცია ამ მხრივ აი ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის უკომპრომისოა, ხოლო ტრამპს სჭირდება დაასაბუთოს თავისი პოზიცია, რომ აი მე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ აი ეს ზელენსკი, რომელიც არის კორუმპირებული და ეს კორუმპირებული ევროპელი ლიდერები, ეს მოგერინის სკანდალი თქო არ მოხდა ახლა სხვათა შორის არ მაძლევენ მე მშვიდობის დამყარების საშუალებას. აი ესაა ტრამპის აქედან გამომდინარე ის აძლევს უკვე ფაქტურად საშუალებას პუტინს რომ მიიყვანოს საქმე, აძლევს დროს და საშუალებას რომ მოაგვაროს ასე ვთქვათ სიტუაცია. ანუ ბრძოლის ველზე წყდება ახლა და ამასთან დაკავშირებული ესკალაცია საბრძოლო მოქმედებების. ეს შეიძლება ვთქვათ აი ვუდკოვის და იმის ჯარედ კუშნერის ვიზიტზე. ანუ მაშინ როდესაც ახლა პუტინს აქვს მიცემული და რუსებს აქვს მიცემული გარკვეული პერიოდი, რომ ისინი რომ მათ ესე იგი მიიყვანონ სიტუაცია იმ დონემდე, რომ უკრაინას მიეცეს საშუალება, ანუ იძულებული გახადონ უკრაინა მისთვის მისაღე პირობებზე წავიდეს რუსეთისთვის. აი ეს არის ანუ ეს ყველაფერი იძულების ფორმებია, ხო? იძულების ფორმები აუცილებლად, იძულების ფორმებია. აი დავუშვათ აი რომ წარმოვიდგინოთ რომ აი დავუშვათ ეს ისე არ არის რომ შენ დავუშვათ გაძლევენ რაღაცას. უკვე შენზე არის, ან რუსებზე არის დავუშვათ შეძლებენ ბრძოლის ველზე მოგებას. ამის დრო მიეცათ. აი ტრამპის მიერ. აი ეს თამაში რაც არის ანკორიჯის მერე, აი ასე შეიძლება განვიხილოთ რა. ეს ძალიან გავს სხვათა შორის აი
ანაშაული რაც ქვემოთ არის ის ზემოთ არისო, რაც ზემოთ არის ის ქვემოთ არისო. აი დაუშვათ ზონაზე რო შევიდოდა დაუშვათ ქურდი. ხო, თან დაუშვათ ისა რა, ამ იერარქიის წარმომადგენელი, მას ეძლევა ის თვითონ თუ ვერ გააკეთებს თავის დასაკეთებებს, ხო? პასუხისგებლობაც მასზეა. აი, დაახლოებით ესე შეიძლება განვიხილოთ რა და ეხლა მიმდინარეობს ამიტომ ეს სერიოზული დაპირისპირება, მართლა სამხედრო ესკალაცია როგორც მოსალოდნელი იყო წავიდა რა. ხო, ახლა იმ შემთხვევაში თუ რუსები მოახერხებენ დაუშვათ იმ სამხედრო წარმატებების განვითარებას, ერთგვარი შეექნება პოზიციები. თუ უკრაინელები მოახერხებენ დაუშვათ წინააღმდეგობის გაგრძელებას, ეს მეორე შემთხვევა იქნება. აი ახლა ის სკანდალი, რომელსაც ესე დოზირებულად იმაშვება შეერთებული შტატები, ტრამპი პირდაპირ თქვა, ხო? ანუ უკრაინის კორუფციული სკანდალი არის ამ დიფუზური ომის, მოდი ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, ომი ხო სხვადასხვა კომპონენტებიანია, ერთ-ერთი ყველა მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელიც რისკენ არის მიმართულიო, სინერგია შეიქმნას ერთის მხრივ ესე იგი დისკრედიტაცია ხელისუფლების, რაც დემორალიზაციას იწვევს ფრონტზე, მეორეს მხრივ ეს დემორალიზაცია იწვევს სამხედრო და წარუმატებლობებს, რომელიც აძლიერებს იმ ხელისუფლების დისკრედიტაციას და მის ლეგიტიმაციას, ძალოვან ლეგიტიმაციას, მორალურ ლეგიტიმაციას საფრთხის ქვეშ აყენებს და ამას ემატება ის, რომ ლეგიტიმაცია უკრაინაში არ არსებობს. არ არსებობს ლეგიტიმური წარმომადგენელი იმის გარდა, რადის გარდა და რადაში კიდე რა მდგომარეობაც არის, ხედავთ. აი ეს სიტუაცია რა ძალიან რთული, ძალიან რთულად აღსაწერი დაუშვათ ასეთ მოკლე დროში, ამ ძირითადი შტრიხები ეს არის. ეხლა გამიშერდა ფინანსები და ამ ფინანსებზე გადავიდეთ იგივე ბელგიის. ეს სანამ ესე ვთქვათ რუსეთის 300 მილიარდზე გადავალთ. აქ მოკლედ როცა ვიკრიბებით და პოლიტიკი დაინტერესებული ხალხი ერთმა ორმა კითხა რომ აი ამ ვიზიტის მნიშვნელობა თუ მხოლოდ ბიზნესისთვის ეხა 12000 კილომეტრი გადაფრინდე, მე ზუსტად 8 საათში თუ 10 საათში უკვე დაждე გათმოფრინდე. აქ ხო ესე იგი უკრაინის გარდა უამრავი სხვა თემები იყო, ხო? რაც არ ითქმის, რაც არ იწერება. ანუ თლად განეცები ხო არ იყვნენ ბაბატი ჟარგონისთვის, მაგრამ ანუ ეგრე. არა რა თქმა უნდა, კაცო, არა რა თქმა უნდა. ხო გამოდის მე ნელ-ნელა დაუშვათ რაღაც მომენტები. არის ერთი რაც პრეს-რელიზია და ოფიციალური განცხადებები და მე რამდენიმე თვეში აი ანკორიჯის შესახებ გახსოვთ რომ საუბრობდით? და გამოვიდა ისე რომ აგვისტოსი იყო ხო? ხო და ხო რაებს ლაპარაკობდნენ და მე რა გაირკვა ეხლა უკვე თვითონ პუტინი ლაპარაკობს იმას რომ ანკორიჯში ესა და ეს შეთანხმებები იყო, ხო დაუშვათ. და ტრამპიც ანკორიჯის სული და რაღაცებს რო ლაპარაკობენ და თურმე ირკვევა რომ იმ პრეს-რელიზებისგან და იმ კამუფლიაჟის უკან იყო შეთანხმებები, რომელიც შეთანხმებებზეც ეხლა მიდის ლაპარაკი და ამ შეთანხმებების უზრუნველსაყოფი იყო მთელი ეს PR კომპანია, რასაც აწარმოებდნენ ტრამპი ცალკე და ცალკე რუსები, ხო? ესეც ხო ის სანქციებაც რო დაასანქცირა უცებ მოულოდნელად ხა. სიმართლე გითხრა მე კი გამიკვირდა, იმიტომ რომ მე მაინც ესეთი მოყვარული მაყურებელი ვარ ამ დიდი ცირკის, მაგრამ ეხა ალბათ შენც მიხვდი და უფრო მაჩახედულმა ხალხმა რომ ეს სანქციების მომენტიც აუცილებელი იყო შიდა ბაზრის მოხმარებისთვის, რომ კონგრესში რო ქორები დაეწყნარებინა, ეგ სენატში ქორები დაეწყნარებინა. უკუღმა ასინეთა, უკუღმა. ესე იგი იმაშვებოდა რა. სარკისებრად იქცეოდა, იმიტომ რომ საჭირო მომენტში შემდეგ ის ნაბიჯი გადაედგა და მე ხო ის აუწრება და აგერ ნაბუმი უქცია უკრაინის ხელისუფლებას, ხო და ის უკვე ნელა-ნელა მარტივმომრავლებად რა ეს. იმიტომ რომ ახლა ეს სინამდვილეში ომი მიმდინარეობს ასევე იმ გლობალისტურ ძალასთან, რომელსაც ამერიკაში წარმოადგენდა ბაიდენი, ხო და ახლა მან კარგად ხედავ რა დონის დაპირისპირება ახლა ზოგიერთებს გონია რომ ეს დაპირისპირება არ არსებობს. საერთოდ მსჯელობა რომელიც არ გულისხმობს და არ განიხილავს მოვლენას როგორც დაპირისპირებულო
იმას მხარეების ბრძოლას არასწორია. როგორც ამბობდა თონებული ჰეგელი. ასე ვთქვათ, ხო? შეიძლება რომელიც წინააღმდეგობას არ გულისხმობს არასწორია. то წინააღმდეგობა რო იყოს ვერ იარსებებდა ვერც პოლიტიკა და ვერც საერთოდ ვერას. აი ის ჩამოსვლა და ლავროვის შეხვედრა. ხა დიდ პოლიტიკაში ვიცით რომ დამთხოვები ნაკლებად ხდება, ეს ყველაფერი არის გამიზნული ნაბიჯები. ანუ ეს სამკუთხედი ფაქტობრივად მოსკოვში შეიკრა ჩინეთი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. სამკუთხედი არ არის, ოთხკუთხედია, ინდოეთზე გადავალ იმ ვიზიტზეც ვიტყვი, ახლა რომელიც დღესაც მიმდინარეობს, ჯერ არ დასრულებულა პუტინის. იმ მომენტში სამკუთხედი გამოიკვეთა და აქ საინტერესო ის არის, რომ ამერიკელები ყოველთვის ცდილობდნენ შენ აღნიშნე კიდე წინა ჩვენ საუბარში, რომ გარკვეული ირონიით, რომ ესე იგი ამერიკელებმა ყველაფერი ცადეს მოხდა ისე, რომ ჩინეთი, რუსეთი დააკავშირეს და ტრამპმა მოკლედ ეს მთელი კამპანია გადაიყვანა იქითკენ, რომ დაშორიშორების ნაცვლად ამ სამკუთხედში თვითონ შევიდა. ეთყობა რომ მიხვდა რომ უკვე ეს ტოჩკა ნივაზორაკა გავლილი იყო და როგორ შეცვლიდა სიტუაციას, უკვე მოინდომა თავად შესვლა ამ თამაში. კი ბატონო. ასეა ხო ალბათ, იმიტომ რომ ხა ჩინეთის დელეგაცია რაშუაში იყო, როცა ვიტკოფი და ის ჩამოდიოდა კუშნერი. ლაპარაკი მიდის ეს კომპლექსში უნდა განვიხილოთ. საუბარი მიდის დიდ სუპერ ძალებს შორის გავლენების გადანაწილების შეთანხმების ცდილობებზე. ეს არ არის დაუშვათ ფაქტი, რომ ისინი შეთანხმდებიან. ზოგადად ეს იმპერიების ბუნება ისეთია, რომ შეთანხმებას მოყვება ომი. ეს აგრესიული წარმონაქმნები არიან ნებისმიერი იმპერია. კაცობრიობის ისტორია რო ავიღოთ დაუშვათ, ხო? იმპერიების წარმოქმნის პერიოდიდან. მიმდინარეობს მუდმივი, აი გლობალური იმპერიები ხო იყო მაშინდელ სამყაროში, ხო დაუშვათ, რომ წარმოვიდგინოთ ახლა რომი, კართაგენი, რომი პართია, რა უამრავი, რომელი ერთი ჩამოთვალო მე მანამდე კიდე ეს ასირიული იმპერია იქნებოდა თუ დაუშვათ მერმინდელი ხეთების და ასე სულ ომები იყო. სულ აბსოლუტურად, ხო? ომი არის ესე ვთქვათ, აი ეს კაცობრიობის არსებობის ფორმა, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ ახლა ჩვენ კი არ მოგწონს ეს, რა თქმა უნდა, თალკეულ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენთ ამა თუ იმ იმპერიის უჯრედებად ვართ ხოლმე, ხო? ახლაც იგივე სიტუაცია, მერე განსაკუთრებით როცა ეს სუპერ იმპერიები შეიქმნა, ეგ მერე სოფლიო ომები და ასე შემდეგ. ახლა მიმდინარეობს ამის მცდელობა, იმიტომ რომ ახლა არსებობს ისეთი უნივერსალური გამათანაბრებელი, ასე ვთქვათ, როგორც არის ატომური იარაღი. ახალი ტექნოლოგიები, არსებობს ახალი ძალა ამ გეოპოლიტიკურ შედარებით ახალი, სწორედ, რომელიც მუდმივად არსებობდა და ახლა ობივით მოედო დედამიწას, ასე ვთქვათ, ახალი სუპერძალის სახით, ეს არის გლობალური ტრანსნაციონალური კორპორაციების, ბანკების და ასე ვთქვათ, გადამდგარი თუ არა გადამდგარი იმების სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის და საიდუმლო ორგანიზაციების რაღაცნაირი ესეთი ერთობა შიდა წინააღმდეგობებით, მაგრამ ეს სუპერძალა სახელმწიფოებზე ზემოქმედებს. აი ეს უნდა გვესმოდეს, ხო? ზემოქმედებს მათი ახლა რომელიმე ტრანსნაციონალური კორპორაციის კაპიტალი რო ავიღოთ, დიდ სახელმწიფოებზე მეტი კაპიტალი აქვს, ზოგ დიდ სახელმწიფოებში. ასე რო ავიღოთ, ხო? და ახლა მათი გავლენა, მათი გაერთიანებები, როგორც ახლა BlackRock-ი, Vanguard-ი და ეს უმდიდრესი ოჯახების სისტემა, რომელიც მათ უკან დგას, ამ სისტემის გათვალისწინების გარეშე გლობალურ პოლიტიკას ვერ გაიგებს, ხო? ესენი ჩართულები არიან. ჩართულია იქ დაუშვათ ისეთი გლობალური ორგანიზაციები ისტორიული, როგორც არის ვატიკანი, მაგალითად, ხო? აი ვატიკანზე მაქვს შეკითხვა და გადაცემის პოდკასტის მეორე ნახევარში მსურს, იმიტომ რომ იქ შავი ინტელიგენციაზე მინდა კითხოს, ვაფშე საერთოდ რა მოვლენა შავ არისტოკრატიაზე? ბატონო? შავ არისტოკრატიაზე ალბათ. ხო, მოდი, შავ არისტოკრატიაზე, რომელიც ეხლა გამოდის სააშკაროზე, თურმე მთელი ბოლო 500 წლის განმავლობაში ეს მართვის პროცესში მონაწილეობდა, როგორც ირკვევა. ხო და აქ შენც ახსენე და დღეს პარალელ რეჟიმში ჩვენი საუბრისას მე მგონი კვლავ მიმდინარეობს არ დასრულებულა პუტინის ვიზიტი ინდოეთში და გამოდის რომ ესე იგი
ის აზრი, რაც მედიაში ვრცელდებოდა, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა, ვითომ თურქეთმა რომ გაანახორეს შესყიდვები ენერგომატარებლების რუსეთისა, გამოდგა ფაქტობრივად ყალბი. გამომდინარე იქიდან, რასაც ჩვენ ხედავთ, მაგრამ ახლა მედიისგან აღარაფერი მიყვის, რაც BBC-მ საქართველოზე გააკეთა, მაგრამ ეხლა თავარი ის არის, რომ ინდოეთშიც მზარდია ინტერესი რუსეთის ენერგომატარებლების, ზოგადად რუსეთის პოლიტიკის მიმართ. ჩინელებმა დაამტკიცეს თავის ვიზიტით და პუტინის ამ ბოდიში ტრამპის ამ განცხადებამ და როგორ ფიქრობ შენ, აი ეს ოთხკუთხედი ზუსტად ესე გადაფორმატირდება ახალი მსოფლიო პოლიტიკა და უბრალოდ გავლენებს გადაინაწილებენ თუ ესე მარტივად არ არის, მათ შორის უამრავი დაპირისპირება იქნება კიდე. მათ შორის არის უამრავი დაპირისპირება. მათ შორის ძალიან რთული იქნება ეს, ძალიან რთული იქნება და აი რომ არ იყოს ატომური იარაღი, რომ არ იყოს ეს მართლაც ეს ფაქტორი, დიდი ხანია ეს ომები მოიცავდა, ანუ ახლა მაგალითად იგივე ავიღოთ აი ჩინეთი, ხო? ჩინეთს აქვს 14 ქვეყანას ესაზღვრება თუ არ ვცდები. ხო ყველასთან აქვს პრობლემები. ამდენს კი არ ვიცოდი ნამდვილად. ხო და რო წარმოვიდ ყველასთან აქვს პრობლემები ისტორიული ასე ტერიტორიული, ხო? იაპონიას და იმას შორის საერთოდ ახლა წინასაომარი მდგომარეობაა, ისეთი მუქარები ისმის იქ რომ არ არის ახლა მაინცა და მაინც საზოგადოებრივ ყურადღების ცენტრში იქ რა ხდება, მაგრამ ამ დროს იქ ხდება თუ ხდება, იმიტომ რომ იქ არის დავმოყრილი დღეს როგორც ეკონომიკური, ასე დემოგრაფიული, სარესურსო და ყველანაირი ცენტრი, ხო? ფინანსური სხვათა შორის, ხო? იმაზე აღარ ვლაპარაკობ. მალაზიაში გადაინაცვლა. კვლავ დაბრუნდა მე-18 საუკუნის დროინდელი მდგომარეობა, რომ მსოფლიო ესე იგი კლიანში და პროდუქტის რამხელა ის წილი მიწარმოება ჩინეთში და ინდოეთში, ხო? მაშინ ხო ეგრე იყო, რომ 40% იყო ამის ჩინეთის წილი წარმოებაში. რომ მივიდნენ ის ბრიტანეთის მე გეორგის ელჩები ჩინეთის იმპერატორთან ცინის დინასტი მე-18 საუკუნეში. ხო, მე-18 საუკუნის დასაწყისში იყო, ხო. მე ძალიან ვაფასებო ჩემი შვილის გეორგის მისწრაფებას, რომ გახდეს ჩემი ქვეშევრდომიო, მაგრამ მე ჩემს გაუგებარია, რაში უნდა გამოვიყენოთ ეს უხეში საგნებიო, ჩვენი ხელოსნებიო, გაცილებით დახვეწილ საგნებს აკეთებენ, პორცელანის და ხო გვესწავლე. მე არ გავხსენე, ცოტა დრო გავიდა და 60-62 წელი თუ რამდენიც იყო და პეკინი აიღეს ბრიტანელებმა და თან უცნაურად მე კიდე ნარკოტიკზე შესვლა სახელმწიფო. ო, მაგიტომ მოხდა, გინდა თუ არა ეს ნარკოტიკზე შესვლა და ასლიანი დამცირების პერიოდი მოიხსენიება ჩინეთში. ახლა აი რატო თქვი ახლა ეს დამცირების პერიოდში იგივე იაპონიის ის ახსოვს ძალიან წარეთ ჩინელებს. ახსოვს? კი. ო და იაპონური აგრესია და ჩინელები იაპონელებს მაგალითად ეკცევიან როგორც ქვედა მათ ყველასთან ეგეთი დამოკიდებულება აქვს სხვათა შორის მიიჩნევენ რომ ჩინეთია სამყაროს ცენტრი, ხო? ჩვენთვის ახლა ეს ცოტა უცხო აღსაქმელია. რატო ამბობ ახლა ამას? ის ქვეყნები ყველა ის აიზარდა როგორც რიცხოვნობაში, ასევე იმაში, რა ქვია, სამხედრო თვალსაზრისითაც. ეგრე იოლი არ არის გადანაწილება. აი ეს 4 პოლიციელის თეორიას, ჯერ 3 პოლიციელის, მე 4 პოლიციელის, ეგ ცოტა არის მოძველებულია. ძალიან გაჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ იყოს ატომური იარაღი, დიდი ხანია იქნებოდა სისხლის მღვრელი ომი გლობალური თან. ხო, მაგრამ ის სოსო დაუშვა და ისე მოხდა რომ ჩვენ არაერთხელ ვითქოს ჩვენი საუბრისას და ამას ხშირად ამბობენ ეს ხშირად მოყავთ ხოლმე ეს მონროს დოქტრინა, მაგრამ მონროს დოქტრინა როცა მუშავდებოდა იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და თანამედროვე ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, კანადას რო თავი დავანებოთ. ეხლა ესე დაექვემდებარება ამერიკის შეერთებულ შტატებს უპირობოდ? ბრაზილიაში რამდენი ადამიანი ცხოვრობს? არ ვიცი ზუსტად. 240 მილიონი თუ არ ვცდები, ხო? ამდენია. შეგვიძლია იმას, 200 მილიონი ზემოთ. წარმოგიდგენია, ორჯერ მეტი თითქმის ვიდრე რუსეთია, ხო? კი. ბრაზილია კოლოსალური რესურსები აქვს, ხო, ბავშვი?
ახლა იგივე ახლა სხვა ქვეყნები იქ შეუძლებელია უკვე ანალოგიური პარპაში როგორც მანამდე იყო, ხო? შეუძლებელია, მით უმეტეს ანტიამერიკული განწყობებია ძალიან ძლიერი, ხო? ხო, აქედან გამომდინარე, ახლა მაგიც ძალიან რთული, ანუ ესეთი აი ძველი იმეებით, რა ქვია, კლიშეებით, აი თანამედროვე ვითარების აღწერა, როცა სამყარო დაპატარავდა, როცა საინფორმაციო ტექნოლოგიებია ასეთი განვითარებული, ასე ნანოტექნოლოგიები, რავი, ყველაფერი ეს რაც თავარია, ხელოვნური ინტელექტი ერთიან სისტემაში ექცევა, ხო? ქვეყნები ამაში ეჯიბრებიან ერთმანეთს და ეს გამოიყენება ყველაფერი როგორც იარაღი, ხო? ძალიან რთულია დაუშვათ ძველი გეოპოლიტიკური სქემებით საუბარი. ესეა. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ცივილიზაციები არის არაბული სამყარო. დაუშვათ არის იქით ჩინეთი, არის აფრიკა, რომელიც მილიარდ 200 მილიონს მიაღწია, ხო? და იქაც სხვათა შორის იგივე რომის პაპზე რო საუბრობთ, ძირითადი კათოლიციზმის ბუდე ახლა აფრიკაა და არა დაუშვათ ევროპა. ესეც რო ავიღოთ, ხო? ანუ სამყარო გაცილებით უფრო მრავალფეროვანია და რაც უფრო განვითარება მიდის, განვითარება წავა ამ ტექნოლოგიების, ხო, ეს ტექნოლოგიები ვერ იკეტება, როგორც ადრე იყო, დაუშვათ ადრეც იღურებოდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებულ ინფორმაციულ ეპოქაში ტექნოლოგიები ვრცელდება და სახელმწიფოები ამ გამრავლებასთან ერთად ძლიერდება და იძენენ ინსტრუმენტებს, განსხვავებულ ინსტრუმენტებს, რომელთაც შეუძლიათ დესტაბილიზაცია მოახდინონ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, რაც უნდა სუპერსახელმწიფო იყოს. ანუ ასევე არსებობს საერთაშორისო, ესე ვთქვა, ტერორიზმის ქსელი და სამყარო მოკლედ პანორამულია, ძალიან ცვალებადი და ძალიან მრავალფეროვანია და მეცინება ხომე საერთოდ როცა ესე ყოვლისწოდნე ექსპერტები ასე ვთქვათ გამოიტანენ ხომე წინასწარმეტყველურ მსჯელობას. ამიტომ აი ეს სწორხაზოვნად, ხო? სწორხაზოვნად არ შეიძლება საერთოდ აინშტაინის იმას გაგახსენებთ ბოლო ინტერვიუს, არ ვიცი თქვენთან ხომ. ავიმეორებ რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხა რომ რაღაც საკითხი იყო მოკლედ გლობალური პოლიტიკური და მე ვერ გიპასუხებთ ამაზეო. იმიტომ რომ მეცნიერება პოლიტიკა გაცილებით რთულიაო, ვიდრე მეცნიერება ფიზიკა. უბრალოდ ახლა ეს პოლიტიკაზე როცა ვლაპარაკობთ, ახლა განსხვავებით აი მათემატიკისგან, ხო? აი მათემატიკური ტერმინები არ იცის ხო ყველამ. აი ეს მათემატიკური ან ფიზიკის ტერმინები, ან დაუშვათ რომელიმე სხვა ფუნდამენტალური მეცნიერების და ქიმიის ან ასე ინფორმატიკის და შესაბამისად ეს სპეციალური ენაა და იმის კომპეტენტურობა ჩვეულებრივი ადამიანების, იძულებული ხარ აღიარო, რომ აი ეს სხვა რამეა, ხო და არ ეკამათე, ვერ შეეკამათები და პოლიტიკაში იგივე, პოლიტიკაში უბრალოდ მოიხსენეთ ჩვეულებრივი ენით არის შეიძლება და შესაბამისად ყველას გონია რომ ეს ძალიან მარტივი რამეა. ყველას კი არა, ვინც არ დაფიქრება. შემდეგი შეკითხვა, რაც უკავშირდება ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებს, ანუ უკრაინას ვერ გავექცევით ვერანაირად, მით უმეტეს ეხა გამოჟონა ინფორმაცია, რომ ვიზეც ეხტნობოდა, ვისაც ეხტნობოდა ეს ბრიტანული ტელეკომპანია, ის პიროვნება აღმოჩნდა უკრაინაში მაცხოვრებელი და როგორც ჩანს სპეცსამსახურების თანამშრომელია. ეს ახლა შლეიფად იქნება ეს ყველაფერი და ჩვენ ინტერესია და ზოგადად მთელი ევრაზიისთვის გონებრივია, რომ რაც უფრო მალე დამთავრდება და უმტკივნეულოდ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდე ამას რო არ მოყვეს მერე ეგრეთ წოდებული პარტიზანული მოძრაობა. და ამ თემების დასრულებას ალბათ ხელ შეუწყობს ასევე გარდა საველე სიტუაციას, ასევე ხელ შეუწყობს აი ეს ყბადაღებული 300 მილიარდის მოცულობის ფასიანი ქაღალდები და მცირეოდენი ნაწილი ალბათ ქეში, რომელიც იმყოფება თურმე ევროპის
ანგარიშებზე და საფონდო ბირჟებზე, როგორც ფასიანი ქაღალდები და ამ 300 მილიარდიდან მხოლოდ სადღაც 5.5 მილიარდი არის თურმე ამერიკის შეერთებული შტატების აქტივებში ახლა. მაგრამ აქ ჩდება ესეთი კითხვა, ეს ფული ფულად, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია მე ახლა დიდ ფინანსისტობას და ეკონომისტობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ ეს ფული ხო ეს რაღაცა ფიქსირებულად არდებს, ეს ფული არის ბრუნვაში, ხო? და პლუს იმ ფასიან ქაღალდებზე ფლობელი ალბათ არის რუსეთის ფედერაცია თავის ღერბი და ასე შემდეგ და როგორ ფიქრობ კიდე ერთ კაზუს ბელისკენ მიდის ევროპა რომ აი იქამდე უნდა მიიყვანო რომ მართლა სანამომი არ დაიწყება იმიტომ რომ ამის კონფისკაცია წარმოუდგენელია მორალურ მხარეს რო დავანებოთ აი წმინდა წყლის ტექნიკურად იურიდიულად ხო ახლა ეგ რა თქმა უნდა კაზუსბელი ომი მიმდინარეობს ახლა ტრამპმა ფაქტიურად რა თქვა ტრამპმა თქვა რომ მე მოგაწოდებთ იარაღს და თქვენ იომეთ რა ეს თქვა ხო ტრამპმა ბოლოს მისი განცხადებები როგორ იარაღს მოგაწოდებთ მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არისო და ასე შემდეგ განსაკუთრებით აი ძალიან ისეთი ის თამაში წავიდა აი ეს კიდე ერთხელ ვიმეორებ აი ეს ნაბუს სკანდალი პირდაპირ არის მის ხელში ესე იგი ინსტრუმენტი უკვე იმიტომ ვეღარაფერს ვეღარ ამბობენ იგივე ქორები რა როგორ უნდა დაუჭირონ ამ ზელენსკის მხარი ხომ განსაკუთრებით ერმაკის გადადგომის შემდეგ და განსაკუთრებით ეხლა გამოვიდა კიდე ახალი მასალა ანას კარახოძე დაიდო ეხლა კიდე არა მარტო იქ ანას კარახოძე იქ ახლა უკრაინელ ბლოგერებს ვინც უსმენს ვინც დამოუკიდებელი ბლოგერებია და ხომ იქ ნუ ახლა იქ დამოუკიდებელი ვინც იქ ისეც ხელი არ მიუწვდება უკრაინის სპეცსამსახურებს მოდი ასე თქო პირდაპირ თორე იქ ძალიან ძიმე სიტუაცია რატო ვახსენე იცი რომ კაზუსბელი იმიტომ რომ უკრაინასთან თავად აქ ნახსენები რომ რაღაც მოზომილი ომით ომობს თვითონაც თქვა რომ ეს კლასიკური გაგებით ომი არ არის მაგრამ აი ამ 300 მილიარდის კონფისკაცია როგორც ახლა ევროპის წარმოდგენეთ გამორიცხულია და თუ გააყინავენ დარწმუნებული ვარ რომ რუსეთი არ შემოიფარგლება ადეკვატური აქტივების გაყენით იქ რაღაცა მოხდება მართლა მაინდა-მაინც უნდათ რომ არეშნიკი ჩავარდეს არა სუიციდალური მისწრაფებები ხო აი ეგ მიქვის აი რატო მიდიან აქამდე რომ უნდათ რომ გაასროლინონ კი თქვენ წარმოიდგინეთ რომ უნდათ ამას ძალიან სერიოზული მიზეზები აქვს ამას რაც ხდება სამწუხაროდ ეს სუპერგაერთიანება ნამდვილად არის სუიციდალური ვნებებით შეპყრობილი ევროკავშირის მოქმედებს სრულიად ალოგიკურად სრულიად ესე იგი სუიციდალურ თვითმკვლელი როგორც მოქმედებს როგორც თვითმკვლელი ანუ ფაქტობრივად ახლა ასაკეთებს რა არის ევროპა ხო ევროპა არის უაღრესად დიდი კულტურული მიზიდულობის ცენტრი ეს არის ძალიან ძველი ცივილიზაცია ძალიან დიდი ესე ვთქვათ ტრადიციით იქ ინტეგრაციის და ასე შემდეგ ნუ ხა ევროპაზე აღარ გავ მაგრამ ევროპა რა არის 450 დაახლოებით მილიონი ადამიანი ცხოვრობს არის სხვადასხვა ქვეყნების გაერთიანების მცდელობა და რაც თავი ამათ მათ არ აქვთ რესურსები ეს არის ყველაზე გამოფიტული ერთ-ერთი რესურსების მხრივ სივრცე ხო რომელშიც არის ნუ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ახლა რუსეთი თვითონ რუსეთი პოლიტიკური გაერთიანება ავიღოთ როგორც სივრცე ავიღოთ როგორც ევრაზია ხო ავიღოთ ევრაზიის რესურსები ეს ევრაზიის რესურსები თავმოყრილია სწორედ ამ სივრცეში აი რომელსაც ქვია დღეს ეს რუსეთი ბელორუსი ბელორუს ნაკლები აქვს რესურსი მაგრამ აი ეს შუა აზია რომელსაც ეძახიან ზარდახშას ჩაკეტილ ზარდახშას ეძახიან ჩინეთსა და რუსეთს შორის ხო და რომლის გამოსასვლელია სამხრეთ კავკასიიდან ალტერნატიული რუსეთი ხო და რა არავითარი რესურსი რუსეთი მათ აძლევდა ნუ რუსეთიდან ღებულობდნენ თუ რუსეთი ხო დაინტერესებული იყო რუსეთი კი არა ეს სივრცე რა ევრაზიული სივრცე დაინტერესებული იყო ამ თანამშრომლობით
ეს ქმნიდა სინერგიას და ეკონომიკური არსებობის საშუალებას. აი რაც ხდება ახლა, ხო? რეალურად რაც ხდება, რასთან გვაქვს საქმე. ევროპა არსებობდა და დაუშვათ რუსეთის ამ შემთხვევაში მისი საკმაოდ ესეთი, რა ვიცი, კორუმპირებული და პლუტოკრატიული ელიტა არსებობდა ზუსტად ასე, ხო? რომ დაუშვათ იქ რესურსებს ყიდიდა მარტო და აი 2 მილიარდის რუსული რესურსებიდან გერმანია ქმნიდა კოლოსალურ დამატებით ღირებულება, აი კოლოსალ ტრილიონს. და რო წარმოვიდგინოთ რა, ეს იგულისხმება რესურსი მოდის და გერმანული ტექნოლოგიებით ეთებოდა დანადგარები, რა ვიცი, ქიმიკატები, მანქანები, გერმანული საოცარი, ისა რა, მოწესრიგებულობის წყალობით, ხო, ეს. იგივე საფრანგეთი ყიდიდა გერმანიაში, რუსეთში ამ თავის პროდუქციას და ევროპა იტალიაც. დღეს რა ხდება? ეს სინერგია მოისპო. ევროპა ყიდულობს ძალიან ძვირად ყველაფერ იმას სხვა მხრიდან რაც რუსეთიდან ყიდულობს და ამავდროულად კოლოსალურ სახსრებს ხარჯავს დაუშვათ რუსეთთან ომისთვის, ხო? და არანაირი პოლიტიკური ნება არ ჩანს, რომ რაღაცნაირად ისე მოაგვარონ ეს სიტუაცია, რომ არ გამოიწვიონ უდიდესი კრიზისი, ეკონომიკური და პოლიტიკური და სამხედრო კრიზისი, ხო? რატომ? იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს ელიტები, ევროპული ელიტები, მმართველობითი ელიტები ჩამოყალიბდნენ, იქნებოდნენ როგორც მარიონეტები. ეს ავადმყოფური იდეოლოგია, რომელიც არის, ხო? ეს ევროკავშირის თვითონ იდეური მამამთავრები, როგორც იყო კულიახოვი კალერგი და დაუშვათ იკონია და ასე შემდეგ. რა იდეოლოგია აქვს ეს, რომ აი ეს ევროპელი ისინი ვესტფალიის ზავის შემდეგ ჩამოყალიბებული ეს სისტემა ერი სახელმწიფოები. ხო, ესენი უნდა არიონ აფრიკელებითა და მუსლიმებით და დაუშვათ პოლიტიკურად მწიფე ერთად მომწიფებული იუდეველები უნდა მართავდნენ ამას, იმიტომ რომ თვითონ ეს სახელმწიფოები მათი კონცეფციაში არ არიან დაუშვათ სტაბილურობის წყარო. და ამის გარდა ნუ ოჯახი, რელიგია, ეროვნება ეს არის ესე იგი ეს კონცეფტები არ არის და გადაშენდნენ, მოდი ასე ვთქვათ. სქესიც უნდა საერთოდ ესეც სოციალური კონსტრუქტი ყოფილა და აი მსგავსი ხო ვიცით რაც ხდება, ხო? ამის შედეგად მივიღეთ აი ეს ელიტები, ეს საოცარი სუიციდალური რაღაც მეტაფიზიკური ძრწოლა რო შეგიპყრობს ახლა დაუშვათ ესეთი გლობალისტური პროექტები, როგორც არის ევრო ისა რა ქვია, მაგალითად ევროვიჟენი რო არის აი მაგალითად და კონჩიტამ რო გაიმარჯვა და სულ მუდმივად აი რაღაც ესეთი პერვერსიებს გადაგიებს. იგივე ოლიმპიადაზე რაც ქნეს საფრანგეთში, იგივე დაუშვათ იგივე ის პერფორმანსი რო გააკეთეს თერნის ის გვირაბი რო გახსნეს, ხომ გვახსოვს და ასე შემდეგ ამგვარები და ბაფომეტის ფორმაში რო ცეკვავდა, ხო ის ხო, ეს იყო, ხო. ხო, ამ საიდუმლო ორგანიზაციების ამ რაღაც ესეთი პათოლოგიური სრულიად ამოვლინებები რაც პირდაპირ დეგრადაციას ნიშნავს, ახლა ჩვენ უყურებთ ამას ჩვენი ნორმალურობის პოზიციებიდან და მათ ისინი ცდილობენ დაამკვიდრონ ახალი ნორმალურობა. ამის გამოძახულია ეს გეოპოლიტიკური სუიციდალური ჟინი, რომელიც მათ აქვს შეპყრობილები არიან ამით და პირდაპირ მიემართებიან, განსაკუთრებით ეს ეხება ბრიტანეთს განსაკუთრებით, რომელიც იხჩობა თავის აი ამ ტყუილში, თავის ამ ტყუილის სისტემაში, მედია ტყუილის სისტემაში და საერთოდ ფეიკების გლობალური ფეიკების და გლობალური პროვოკაციების სისტემაა შექმნილი, რომელიც მათ მემკვიდრეობით დარჩათ ბრიტანული იმპერიიდან და დღეს ესე იგი გადაქცეულები არიან აი ირლანდიელებს რო ბრიტანელი თუ მოვიდაო, იცოდეო რომ თუ ჭუბი ატყდაო იმაში ირლანდიურ ოჯახში, იცოდეთო სტუმრად იყო წინა დღეს ბრიტანელი, ინგლისელი. ახლა ესე იგი აი წარმოვიდგინოთ იგივე აი მარტივად რომ ვთქვათ, აი რას აკეთებენ, ხო აი საქართველოში. და ამაზეც ვისაუბროთ. აი ეს წარმოუდგენელი ფეიკი ხო გამოაგორეს. თავის აგენტებს უთხრეს ახლა რომ ეს ნუ როგორი სპეცოპერაცია როგორ ტარდება, რომ ესე იგი
თავის აგენტურას უთხრეს, რომ შემოიტანეთ იქ BBC გააკეთებს ახლა ამ ფილმს. პროექტია რა, ჩვეულებრივი რა. ეხლა ესო ჩააგდეს ეს ისა. და ფიქრობდნენ, რომ ახლა იქ ადგილობრივი ინდიელები, ქართველები, ესე იგი, ნუ იქ აჯანყდებიან, რომ გაიგებენ, რომ აი დიდმა BBC-მ, მართალმა BBC-მ ასეთ რამეში ამხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ მან მოწამლა კამიტით. ესე იგი, ხალხი. და მართლაც დაიწყო ახლა მთელი აგენტურა გამოლაგდა უცბად. ესე იგი, გამოლაგდნენ და დაიწყეს რომ ერთი წლის წინ, ესე იგი, როგორი სიმპტომები ჰქონდათ. ოღონ არავის არ მიმართეს. რომ იქ ძაღლი აღარ შეეგება პატრონს, იმიტომ რომ ძაღლმა იგზნო რომ რაღაცაში რაღაცით იყო კაშხენტილი. რომ მივიდნენ ცოლმა ხელი რო დაადო ტანსაცმელს, ხელები დაეწვა. რომ ესე იგი ეთყობა ეს იმაში ანჟელიკა ანგელოზების მარკიზაში რო არის ხო? ხო, იქიდან რომ თუთიყუშ ბუმბული დასვივდა. ექსასწავლია. აი ამაზე სერიოზულად ეს აი როგორც თვითონ არიან დეგრადირებულები, აი ზუსტად ასე დეგრადანტები ყავთ აქ სამწუხარო რეალობას ვამბობ მე, ხო? აი ზუსტად თან გადმოიღეს ეს ქიმიური იარაღი ამავე დროს ქიმიის ასადზეც ხო იგივე საკეთებდნენ ეს ეგრეთ წოდებული თეთრი ჩაფხუტები. ეხლა ეს რატომ თქვით ჩვენ ევროკავშირზე და დაუშვათ აი ამ სივრცეზე ვლაპარაკობთ, რომ ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირში კარგახანია. ბრექსიტი გააკეთა და ფულს იხდეს. მაგრამ ნუ ეს ვითარება გვაქვს იგივე მაკრონის ის ავიღოთ ახლა მაკრონის საქმენი საგვირონია თავის ალბათონ მასთან ერთად ბრიჯიტთან ერთად ბატონ ტრონია თუ ალბათონი ბრიჯიტი და მისი საოცარი თავგადასავლები ეს არცეთ რომანის არ დაუწერია არცეთ ფანტასტს არცეთ ანტიუტოპისტს ხო აი ეგ ვითარება არის აქედან გამოვიდა თან ესენი მიისწრაფიან პირდაპირ აი ახლა ეს დავუშვათ ბელგიელებს ესმით ახლა რომ მათ მარტო შეატოვებენ მე ყველა ვარიანტში ხო აი ყველა ვარიანტში მარტო შეატოვებენ შესაბამისად მათ ეს ესმით და აი გაჯიქდნენ და გამორიცხულიაო ეს ყველაფერიო და ახლა 18 დეკემბერს არის სხვათა შორის მერცი უნდა ჩავიდეს იქა და გერმანიას აქვს იმის ინსტრუმენტები რო ახლა ზეწოლა განახორციელოს და შეეცდება რომ განახორციელოს ეს ზეწოლა. ნუ ეს უმძიმე შედეგებს გამოიწვევს, ამას შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს საერთოდ ევროპისთვის თვითონ, იმიტომ რომ პრეცედენტი იქნება და აი ზუსტად რა. პრეცედენტი იქნება და დაიწყება კაპიტალის გაქცევა, ანუ კიდევ რაც აქვს ისიც იმასაც დაკარგავენ და ყავთ ესე იგი ეს ურსულა ფონ დერ ლაიენ და კაია კალას საერთოდ ხომ ჯგუფია რა მაგიჟებს იცი? აი კაია კალასი კაი გასაგებია სტერილური პიროვნება და რო შეხედა მეტყველების მანერა თვითონ გამოხედვა და ნუ ბევრად ახალგაზრდა მაგრამ გაუმარილებელ კილიმას გავშპროც რა აი რაღაცა ისეთი თითქოს არასრულყოფილების ისა აქ რა ქვია კომპლექსი აქვს თუ არ ვიცი რა ჭირს და მაგრამ ურსულა ფონ დერ ლაიენი კაია კალასის წინამორბედი ჟოზეფ ბორელი ისინი ხო სადღაც საშუალოდ 1950-55 წლებში არიან დაბადებულები და აი მათ ხო ახსოვთ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპა და აი მაინტერესებს რომ როგორ არიან twin გადაბრუნებული კაი ეს ახალგაზრდა თაობა გასაგებია რა ეს აი რაც შენახსენე ამ გავლენებისას ნელა-ნელა ნუ იმოქმედა როგორც საქართველოში დაიჭენენ ეს, მაგრამ აი ამ ხალხს, ვინც 50-55 წელს არის დაბადებული, იმათ ხო ახსოვთ ეს მეორე მსოფლიოს შემდგომი ევროპა. და განა რამდენი უნდა კონდეთ აღებული, ნუ პირობითად ვამბობ, ხო, აი რა კორუფციულ გარეგებაში უნდა იყვნენ, რომ აი ესეთ სისულელეს და აი ესეთ სუიციდურ აზრებს აფქვევდნენ. მე ერთი შეხედვით ფიქრობ, რომ აი თვითგადარჩენის ინსტინქტს მოკლებული ხალხი რო არის, ხო გვინახავს, აი ფსიქიატრიის ზღვარზე რო არის უკვე. თვითგადარჩენის ინსტინქტი რო არ აქვს და სისულელებს რო აკეთებს. აი ეს მაკვირებს, ესენი ხო დასრული ხალხია, ხო 70 წელს მიტანებული. აი ამათ როგორ ემართებათ? აი რატო გონიათ, რომ გადარჩებიან ან რაღაცა
რაღაც სხვა კუნძულზე გადავლენ ან სხვა კოსმოსში გავლენ და პლანეტაზე გადაბრაგდებიან თუ რა, უბრალოდ მართლა მაინტერესებს და ამაზე ვიცი ხო სულ პასუხი არ არის ჩემი რიტორიკული არის პასუხი, რომ რაღაცა სუპერ გაერთიანებას, აი ამ დიდ გაერთიანებას მისინ შეშლილობა იპყრობს. აი მაგალითად რო ავიღოთ ჩვენ ძველი იმპერიების დანგრევის ისტორია, ხედავთ რომ იმპერიები როცა აი და მოხდეს ხო? ახლა ჩვენ ხო აქედან უყურებთ წარსულს უყურებთ ხო? შეგვიძლია განვიხილოთ სრულად ალოგიკურ ნაბიჯებს დგავენ. როცა ესე იგი ისეთ ნაბიჯებს დგავენ, რომელიც არის, ნუ ახლა აქედან რო უყურებ, რატო გადადგეს ეს ნაბიჯი და რატო აკეთებენ ამას, ვერ გაიგებ, არა და როცა შიგნით არის ეს დიდი ხალხების მასები რო არის ჩართული, ხო? იქ ის ინერციის ძალას ვერ ეწინააღმდეგება ვერც ერთი ცალკეული ადამიანი რა და იგი მაგასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, რაღაც მოაზროვნე აზრი ხალხი ბევრია, კაცო. ბევრი პოდკასტებია, ბევრი ზუსტად იმ ჯგუფაზე არიან, რაც ჩვენ ის ხალხი, ვისაც აქვს ეს რა ქვია, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და ცენზი, ხო? ამას ხო ხედავთ, მაგრამ ვერ აჩერებენ. აი ვერ აჩერებენ, ეს უზარმაზარი სისტემაა, რომელიც მიისწრაფის როგორც აი მატარებელი რომ მართვას დაკარგავს და მიდის ესე ინერციით და იმისკენ ხრამისკენ ზუსტად ეგ სიტუაციაა. ვერაფრით ვერ მოატრიალებინებ. აი ავარია რო ხდება და რო ხედავ რომ უნდა მოხდეს და ვერაფერს რო აი ეგეთ სიტუაციაა. აი ამ თემის რა დაუშვათ პუტინმა რა თქვა ხა რა იქნება საბოლოო ჯამში რა იქნება და დაუშვათ ატომური იარაღის გამოყენება. მერე დაუშვათ ხო ვინ მოიგებს ვინ წააგებს მათ ხო წაგებული და მოგებული აღარ იქნება. არ დარჩება. მიზან მიმართულად ხო მიდის ამისკენ ხო ხედავთ ამას. აი იმიტომ საუბრობდი ამაზე რომ რა უნდათ რომ მართლა მოხდეს და გაისროლოს. ვაი რა უნდათ ეხლა დაუშვათ ზელენსკი რომელიც არის ამოთხრილია ხო ამოთხრილია უკვე ყველაფერში რაშიც შეიძლება ამოითხვაროს ადამიანს უბედური ადამიანი არის ამოთხრა. შექმნე თავიდანვე ეგრე არის ხო შეიქმნა პროექტი ხო რა მისგან რაებს ხო დავინახე რა ცინიკური და ერთდროულად ნუ გადავარქვა ამას აბსურდული და ცინიკური და სასაცილო ერთდროულად პერფორმანსი მოუწყვეს მთელ სოფლიოს რომ აი ეს კაცუნა იმაში მასხარა გამოწყობილი ამ საოცარ უნიფორმაში რომელიც ტრამპმა ვერ აიტანა ერთ თორეს დანარჩენები როგორი იმით ხდებოდნენ გეგონება ეს ახალი ჩერჩილი და თავისუფალი საფაროს ლიდერი და ხომ გვახსოვს ყველაფერი აი ეს ამ დროს ესე იგი აი წუნწუხში არის პირდაპირ მართლაც ეს საოცარი ცინიზმითა და იმით მიმდინარეობს ხო ეს უკრაინის ომი კაცო აქ ხალხი იხოცება რამდენი რაოდენობით და იქ კიდე რუსეთის მხარიდან რუსეთს კი არის მაშვები ამ შემთხვევაში მაგრამ ამ შემთხვევაში და ამ დროს მიმდინარეობს იქ მილიარდების მოპარვა ხან 48 მილიარდიო ხან რა ვიცი მე კატასტროფა რა ეს ყველა მიცის თან ყველა დიდი ტრაგედია იმაში ყველა მიცის და გამოვიდა ეს ისა ხან ვინ ლაპარაკობს ახლა ამაზე მოგერინი ეგ რა უნახეთა რა ერთი შესახედავად ნორმალური საერთოდ ამ შესახედავად ნორმალურ კალებს იჭერენ რატომაც ეთქობა ხო ესე იგი ეს მოგერინი რაებშებოდა თურმე იქა ან ეს ურსულა ფონ დერ ლაიენის და ფაიზერის ისტორია ეს საერთოდ ფანტასმაგორია ზოგადად ისევე როგორც ეს ფაიზერის და კოვიდის ისტორია ხო ესეც ხო საოცარი ეხა გამოვიდა ჩვენი კოვიდ ბალეტისა და თეატრის სოლისტი ბატონი გამყრელიძე და თქვა რომ აიო ხალხსო ანუ ხარი დაუჭირა იმ BBC-ის მიერ გავრცელებულ ამ ბოდვას რადონეზია დაჭერილი ეს კაცი რადონეზე ის არის მართული ხო ამირან გამყრელიძისგან ნამდვილად არ მოველოდი მაგას არა მე მოველოდი და უარეს მოველი კვლავ მაგრამ ნუ წარმოვიდგე ამას რო იტყვის ახლა ადამიანი რა დონეზე მართლა სულ გაყიდული უნდა იყო რომ შენი საკუთარი სამშობლოს წინა ეს ხო რა არის ახლა რო დაუშვათ საქართველოს არის ისეთი ქვეყანა სადაც ქიმიური იარაღს იყენებენ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ეს ახლა ამ გამოლუჩუჩებულ ესე ძველი ქართული სიტყვა და გარდაგულარძნებულ ჩვენ სანამოქალაქეებს კი არა მარტო სხვაებსაც ეს ხო ჩარჩება ტვინში
რა თქმა უნდა. ეს ხო ფაქტობრივად იგივე კამპანია იყო, რაც ბაშარ ასადზე, ხო? ერთ და იგივე ბავშვი რო თამაშობს. ერთი და იგივეა, ერთი და იგივე. ამას რო ქართველი კაცი მხარს დაუჭერს. ხო, აი, ამაზე რო ვინც იტყვის ამაზე რაღაცას, ხო? და ვინც თქვა, ესენი არიან უბრალოდ არ უნდა ასუნთქო აქ. აი, უბრალოდ კიდე ერთხელ ვამბობ, ესენი არიან აი უბოროტესი მტრები საკუთარი ქვეყნის. უბოროტე, შაჰაბაზზე უარესი მტრები არიან. ბატონსოს ისიც თქვათ რა, რომ ეს ეგრეთ წოდებული კამედი 1930 წელს რო აგრძელეს, ფიზიკურად აღარ არსებობს. მეორე მსოფლიო ომშიც არ გამოუხენებიათ, შენ ჩემს უკეთ იცი, მაგრამ უბრალოდ თქვათ რა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცის არა, ნუ ახლა ამაზე დავიდეს რა. ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, აუშვათ, მაგრამ ნუ არ ამგონია რომ ვის გვისმენს, ნუ შეურაცხყოფა უნდა მივაყენო აბსურდებზე ლაპარაკი, როგორ შეიძლება ამაზე. ეს ხო და ეს ახლა გამახსენდა. ეს ბევრი ბოდიებშია ეს. ხო. ფოტოში გამყოფებენ ახლა, რომელი ერთი ჩამოვთვალო ახლა ხალხს. ისე გამახსენდა, ახლა ჩვენ საუბრისას არაერთხელ მიხსენებია მე კარაგანოვი და ახლა გუშინ უსმენდი ერთ-ერთ ჟურნალს და ახლა ხვდები რატო ყვირის ის კაცი რა, რომ ევროპელებმა ზუსტად ესე თქვა, თვითგადარჩენის ინსტინქტი დაკარგესო და რო აღუდგინოთო, ამიტომ უნდა ვესროლოთ. წარმოგიდგენია? არ არის გასაკვირი ახლა, რასაც ესენი ახლა ჩვენ რასაც გვიკეთებენ, ახლა გინდა თუ არა, ესე იგი, ნაციონალურ გინდა თუ მიშა არის წამებული, აქ მათი დაწერია მაგათ რეზოლუციებში კაცო, მიშა არის წამებული, დემოკრატიის შუქურა, რომ ქართველ ხალხს ესე იგი გააყალბა არჩევნები, ვის გაუყალბა რო ეკითხები კი, მაგრამ ესე იგი იმათ გაუყალბა, ხო, ვინც ოპოზიცია იყო, რომ ესენი ამათ გაუმარჯვიათ. ამათმა თუ არ გაიმარჯვეს, ესე იგი შენ აუცილებლად უნდა ყველაფერი ყველანაირად დეჰუმანიზაცია და უნდა გაგიკეთო. ანუ ესე იგი ფაქტობრივად იმას გიკეთებენ, გრძალავენ. გეუბნებიან ხალხი არის ისინი, ვინც საქართველოს ღალატობს. არის არასამთავრობო, გიგაური არის ხალხი, გესმე? გიგაური და აი ეს ლომჯარია და აი ეს მათი გამოზრდით ჩვენი აგენტების გარდა ჩვენ არავის არ ვცნობ. აი ესეთი რა უნდა ელაპარაკო ახლა მაგათ. მე ვისურვებ გერმანელ ხალხს, ფრანგ ხალხს, იტალიელ ხალხს, რომ ამენაირად ამ უბუბას ქსელიდან განთავისუფლდნენ და რაღაცნაირად ესე იგი ახალ პრინციპებზე აგებული გაერთიანებები შეიქმნას, ანუ ის კულტურული სიმდიდრე ის რაც სისტემებია შექმნილი, ხო, იგივე დაუშვათ არაჩვეულებრივი, იგივე ევროსპორტი რაც არის, ხო, დაუშვათ ტურნირები, იგივე კულტურის სფეროში. ეს ყველაფერი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ამ დამპალი იდეოლოგიის გარეშე, ამ იმებს რო კიდევენ ამ ფეხბურთელებს, ამ სამკლაურებს რაღაცა გინდა თუ არა LGBT სამკლაური გაიკეთეთ, თორე ისე აღარ ახარ მე როგორ მახსოვს 2000 2016 წელი იყო, შენს გახსოვს. კაშიას რო გააკეთებინეს ის. კი. ახლაც ფრანგები იქ მაგჭუაზე ამყოფებენ კაცო. ერეს ის რო ყავთ ის მაკრონი სამარცხვინო ადამიანი საერთოდ. აი ეს პირველი ნაწილი ჩვენი პოდკასტისა რომ დავასრულო, მე ესეთი განცდა მაქვს, ეს ბუნებრივია ჩემი აზრია, მხოლოდ მაბოლოდ შენი აზრიც მაინტერესებს. კარგად იცი შენ რა იყო 30-იანი წლების უკრაინა. და ეს ყველაზე კარგად იცის რუსეთის პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი გამოცდილება ჰქონდათ ზუსტად ამ წლებში ამ სისტემა როგორ მუშაობდა და აი ამ სისტემის შვილობილი არის ბატონი ვლადიმერ პუტინი და მან კარგად იცის ვისთან აქვს საქმე. ეხლა მე რა მაინდა კარგად ახსენე შენ რომ მაგითკენ მეც მინდა და მიმეყვანა კითხვა რომ უკრაინა როგორც ანტირუსეთის პროექტი, ანტირუსული პროექტი. მე ესეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ ჰიპოთეტიურად რო დავუშვათ. თუმცა პრაქტიკულობამდე ბევრი არაფერი უკლია. მართლა რომ დნეპრის სამხრეთ აღმოსავლეთი რო რუსებმა დაიკავონ. მერე ხერსონს და ოდესას სხვანაირად მოუვლიან მე დიდი ეჭვმა. მაგრამ აი დარჩენილ უკრაინას რატომ გონია, იცი რომ სახელმწიფოები მომავალი არ აქვს, იმიტომ რომ რუსებმა ყველაზე კარგად იციან, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო, უკრაინა თავად როგორც პროექტი არის თავიდანვე ანტირუსული. უკრაინა სხვა არაფერი არ არის.
და აი როგორ ფიქრობ, აი იმ დარჩენილ უკრაინაში შესაძლოა იმას საერთოდ სახელმწიფოებიო შეინარჩუნოს? მე ეჭვმეპარება პირად. ნეიტრალური მაგათ ხო ქონდათ ბლოკების გარეშე სტატუსი, ანუ ნებლოკოვის სტატუსი. ხო, მაგრამ მაგაზე ვინ დათანხმდება ახლა იქ ნებით ვინ დათანხმდება? არა, ეგრე იყო უკრაინა თავიდან შეთანხმება უკრაინაზე იყო ეგეთი. ნუ ეწერა კონსტიტუციაში. ეს როცა გაეროს სრულუფლებიანი წევრი რო იყო, ხო? მაშინაც ხო, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი უკრაინა იყო ბლოკების გარეშე უნდა ყოფილიყო. ეხლა წერია რომ ეს ნატოში მიდის. პრინციპი ეგ არის, ომი რატო დაიწყო საერთოდ, ხო? ომი დაიწყო ნატოს გაფართოების გამო, ხო? რეალობა ხო ეგ არის, ეხლა რაც უნდა ვიძახოთ იქ არა unprovoked invasion რაღაც იგიჟეებს რო ლაპარაკობენ, არა ცხადია. სად ეხა რუსეთის პოტენციალი მაშინ და წინაღამ დაემხოთ თავზე ყველაფერი, ხო? ნახეთ არა, აბსოლუტურად არაადეკვატური. ვერც ერთი სახელმწიფო იმას სტრატეგიული სიღრმე რო არ ქონოდათ რუსებს მაგხელა, ხო? და ის საბჭოთა მემკვიდრეობა პრინციპში გათვლა მათ დანგრევაზე იყო აბსოლუტურად ლოგიკური. იმიტომ რომ რაები რა კრახი დაემართათ, ხო ნახეთ არა? გარბაჩოვი, ელცინი და განსაკუთრებულად ბერეზოვსკი. კი ბატონო, არა, მე რას ვამბობ იცი? რას ვამბობ იცი რომ აი ეს ნატოს გაფართოების პოლიტიკა, ხო? როდის დაიწყო ეს კონფლიქტი, როდის დაიწყო ეს ჯერ ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე პროექტი არისო და რომ ეხვეწებოდნენ რომ არიქათ თქვენი ვარ და მიგვიღეთ და ერთი 2007 იყო მახსოვს მე ეს პუტინის უხენისისა მე რასაც მოყვა რასაც მოყვა ისა იგივე იუგოსლავიის დაბომბვებით დაიწყო რეალურად და იმის კოსოვოს პრეცედენტით და მე დაიწყო ეს ყველაფერი დანარჩენი ხო და ბოლოს იყო აი ეგ გაფართოება და მიუხენის სიტყვა და მე ჩვენთან ომი ეს 2008 წლის ეს ყველაფერი მაგ კონტექსტში თუ არ გაიხილე ვერაფერს ვერ გაიგებ დახვალ იქამდე რა ქვია ვინ არის ოკუპანტი და რაღაცებს ლაპარაკობ. მე 2014 წლის დონბასის ომი და მოვედით აქამდე რა 22 გადატრიალება და მე ომი და ახლა გინდა შენ იძახე რომ ეს რუსული პოზიცია არ რუსული პოზიცია როგორც იყო ის უნდა ვთქვათ კაც ხო ახლა სად ნატოს ჯამური პოტენციალი როგორც ის გამოიყურებოდა სად რუსეთის პოტენციალი ეს ხო სასაცილო იყო და იმის ლაპარაკი რომ ახლა ეს ესხმის იმას თავს ახლა და ეს უკვე დენად დიდი ბოდვა და აბსურდია რაც ობიექტურად რო შეხედო ხო 155 მილიონია და 142 მილიონი ადამიანი მილიარდის წინააღმდეგ ლამის ხო ევროკავშირი და შეერთებული შტატები და კანადის ჯამური სიმძლავრე და პლუს რო დაუმატოთ იაპონია და სად მიდიხარ ხო მილიარდი ხო და პლუს უკრაინა რაზე ვლაპარაკობ საერთოდ ვინ არის ამ შემთხვევაში და ესე საინფორმაციო იმითი რა ქვია ამ ილუზიების შექმნით ისე და იმასხნეს ეს ხალხი და ბოლეს რომ ესე იგი აი ეს ელემენტარული არითმეტიკა რაღაც ერესად გადააქციეს. ნუ სასაცილოა ეს ყველაფერი. სოსო გადავიდეთ შემდეგ თემაზე, არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანზე, რომის პაპის ვოიაჟი. დიახ. მე ზადასთან მქონდა საუბარი ამას წინათ და იქ განვიხილეთ დიდი ბრიტანეთის მეფისა და რომის პაპის შეხვედრა და ერთობლივი ლოცვა წირვა. ხო ასე იყო, ხო და. კი ასე იყო. გავიდა რაღაც პერიოდი და ხედავთ რომ რომის პაპი ესტუმრა თურქეთს და იქ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც იმოგზაურა და რა არის ეს რა პროცესია? ეს მანამდე სხვათაშორის კობახიძე იყო რომის პაპი. ხო, კი ბატონო. ხო, რა პროცესია ეს ძალიან სერიოზული პროცესია. საუბარი მიდის დიდ თურანზე. საუბარი მიდის დიდ გადანაწილებაზე. ჩვენ მაპატი ეს ბრიტანეთის მეფისა და რომის პაპის შეხვედრის კონტექსტში, ხო? უბრალოდ ისიც კონტექსტში ის შეხვედრა. დიდი თურანი არის ბრიტანულ-თურქული პროექტი. და ბარემ ჩვენ კი შეგეკითხე მაპატე რო გაწყვეტინებ და შავ არისტოკრატიაზეც ვთქვათ, ვინც ბატონო. მაინც მაგათ წარმოადგენს უბრალოდ რომის პაპი. ანუ საუბარი იმიტომ ვთხოვე ხო?
საუბარი და მოლაპარაკება მიდის რაზე? ხორციელდება დიდი თურანის პროექტი. ანუ თურქეთმა ფაქტიურად, აზერბაიჯანი რო ახლა თურქეთის გავლენის ზონაშია, კი ვიცით, ხო? ერთი სახელმწიფო, ორი ხალხი, ხო? ორი სახელმწიფო, ერთი ხალხი. სომხეთიც სხვათა შორის. იგივე გავლენის ზონაში გადადის. ასე უნდათ. ხო, ნებით თან. ნებით. ანუ ჩვენ რას ვხედავთ? ბრიტანეთის მეფე ჩადის და ერთობლივ ლოცვას აღავლენენ, ასე ვთქვათ. მე ეს ჩადის ძალიან სიმბოლურ თარიღებში სხვათა შორის, როდესაც მაგას აქვს მნიშვნელობა, ხო, მაგაზეც რო თქვა რა. 27 ნოემბერს მოხდა პირველი ომი ჯვაროსნებსა და სელჯუკების იმპერიას შორის, სხვათა შორის. ნიკეასთან. ესეც ძალიან სიმბოლურია. შემდეგ ესე იგი იმას ხვდება კონსტანტინოპოლის პატრიარქი, შემდეგ ჩადის ლიბანში, ხო? ხო, ახლა რა არის, რაშია საქმე და ჩვენ როგორ გვეხება ეს? გასაგებია, რომ თურქეთი ახლა იქ უძლიერესი აქტორი. ამ სივრცეში, წინა აზიაში, ხო? თურქეთი მიისწრაფვის ამ დიდი თურანისკენ, შუა აზიისკენ. ბრიტანეთთან ერთად. ამავე დროს პუტინი ჩადის იმაში ბიშკეკში და აცხადებს ODKB-ს ტრანსფორმაციის შესახებ. ხო? ახლა ODKB-ს საზღვრები რო ავიღოთ ჩვენ რა არის? ამ სამხედრო ბლოკად ტრანსფორმაციის შესახებ. ეს რა არის? ეს რა სივრცეა რო ავიღოთ, რომ ძალიან საინტერესო ევრაზიული წარმონაქმნია ეს, ხომ? რაღაცნაირად ეს არის ემთხვევა იმას. უგედეის ულუს. აი ვის დროს რა ქვია, ოქროს ურდოს. ოქროს ურდოს ემთხვევა. ახლა რო ავიღოთ ეს სივრცეების გადანაწილების ეს კონცეფცია და ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რაზე მოილაპარაკა შავმა არისტოკრატიამ და ბრიტანეთის საელჩომ და უშუალოდ თურქეთმა, ხო? როგორი მიმართება იქნება ეს რუსეთთან დაკავშირებით, ანუ რამდენად შეიძლება ისინი შეთანხმდნენ, მაგრამ მე რუსულად რომ ვთქვათ, მინია წირზავით смутные сомнения. მაგასთან დაკავშირებით, რომ ეს მშვიდობიანი გზებით გადაწყდება. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს საკითხი არ არის გარკვეული. ამიერკავკასიის საკითხი არ არის გარკვეული და ჩვენი ეს პატარა ქვეყანა ამ შემთხვევაში ასრულებს ძალიან სერიოზულ როლს. თუ ჩვენთან დაკავშირებით ვერ მოხდება შეთანხმება, ხო? ამიერკავკასიის შესახებ გადანაწილების საკითხიც ღიად დარჩება და შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო პოლიტიკურ კონფრონტაციაში. სხვადასხვა მეთოდებით. იქნება ეს ჰიბრიდული სხვა მეთოდებით და ის სიგნალი რაც მოვისმინეთ ჩვენ იმიდან ამ გლობალური ფეიკების არხნიდან, ხო? საინფორმაციო ქარხნიდან, რომელსაც ქვია BBC. ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ არ მიდის სიტუაცია. ლაპარაკი მიდის აქ ხო ჩვენ ასევე ვიცით რომ ჩრდილო კავკასიაში რა მდგომარეობაა. იქ ძალდენთის კასზეზის სიტუაცია, იმიტომ რომ ეს ომი ძალიან ძიმე ფსიქოლოგიურ განწყობას ქმნის იქ სხვათა შორის. ძალიან კარგად მუშაობს იქ ტრადიციული თურქული და ტრადიციული ბრიტანული, ესე ვთქვათ, გავლენის აგენტურა. ჩვენ ხო არ დაგვავიწყდა რომ ჩრდილო კავკასიაში აგერ სულ ცოტა ხნის წინ ომი იყო. და სატრანზიტო ტერიტორიად იყო გამოყენებული საქართველო. აქედან გამომდინარე ეს მოლაპარაკებები აი ეს ჩვენ ხომ მოვიხილეთ იქ და უშუალოდ ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს და აი ეს ვაჭრობა შეზავებული, ასე ვთქვათ, ძალისმიერი და პროვოკაციული მოქმედებებით არ წყდება. იგივე დაუშვათ
ჩვენ ნახეთ უკრაინის დრონების თავდასხმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე, ხო? თურქეთის ტერიტორიულ წყლებში. ნახეთ თურქეთის ძალიან რბილი რეაქცია. ხო? ეს რას ნიშნავს ახლა? ეგ ესკალაციის კიდევ ერთი წყარო აი პუტინმა ხო თქვა მაგაზე, რომ ჩვენ გავანადგურებთ ოდესის და ხერსონის და იმის კიდე რემის, რემი თუ რაც ქვია, დუნაისის რო არის, საპორტო ინფრასტრუქტურას. ჩრდილო-აღმოსავლეთს ჩავკეტავთო რა. ანუ უკრაინას მოუწყვეთ იმიდან. ეს რას ნიშნავს ახლა? ხო გვესმის, ეს არის ერთის მხრივ პროვოცირება არის რუსეთს, იმიტომ რა არის რუსეთისვე საწინააღმდეგო სხვათა შორის. რატო არ ბომბავს ის ამ ინფრასტრუქტურას და რატო წავიდა ამ შემთხვევაში ის შეთანხმებაზე, ხო? რომ უკრაინას მეომარი ქვეყანაა და შეძლის 60% მაქინან შეძლის პირთები და მათ შორის მაქინან გადის და სავალუტო იმას იღებს უზარმაზარს შემოსავალს მაქედან. რატომ არ ბომბო? იმიტომ რომ შავი ზღვა არის ჰარტლენდიდან, ანუ რასაც დღეს რუსეთის ჰარტლენდია, დასასვლელი ხმელთაშუა ზღვაზე. ანუ გლობალურ სივრცეში, ხო? და იქ კოლოსალური რაოდენობის იგივე ნავთობი 63 მილიარდი დოლარის ნავთობი იქნა. 63 მილიონი ტონა ნავთობი იქნა გაყიდული ბოლო 20 წელიწადში იქიდან. და ახლა წარმოვიდგინოთ, ახლა რუსეთმა რო იქ საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბოს და მინებით დამინოს იქაურობა, თვითონაც ხომ მოწყდება. ო, ჩათვალე რომ ბოსფორს კეტავს თავისი ნებით რა. თავისი ნებით აკეტინებენ ბოსფორს. აი ეს არის ბრიტანული, ასე ვთქვათ, სტილი. აი მათი, ასე ვთქვათ, სულ ეგრე მოქმედებენ რა, ეგრე მუშაობენ ეგენი. და ძალიან ეფექტური ახლა რომ წარმოვიდგინოთ, ახლა დავუშვათ იმ მომენტისთვის ვინ ანუ მოგება რატო? იმიტომ რომ არ მიცემს პასუხს, იმიტომ ეს პირდაპირ სილის გაწუნაა, ხო? არ მიცემს პასუხს და ეკითხებიან შენ რა შვები, ხო? იმიტომ რომ ყველა ხო ვერთulis ახლა მასე შორს. ხო და გასცემს პასუხს და ფაქტურად თავის იზიანებს, ხო? უფრო მეტად ვიდრე სხვას. ამიტომაც ახლა კვლავ მიმდინარეობს ეს სიტუაცია და აკეთებენ ახლა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მოდელირებას. აგდებენ ამ YouTube ამ ბლოგებში. რა ქვია, საინფორმაციო სივრცეში, ბლოგოსფეროში, ან ინტერნეტში მთლიანად სხვადასხვა პლატფორმებიდან რა შეიძლება მოყვეს დაუშვათ რუსეთის მიერ შავი ზღვის დამინვას, ბუქარის თვალსაზრისით, იმათ მათ ყოიციან რომ თავის თავს დაუმინავს ფაქტიურად. აი, ესეთი და ეს სიგნალები ეს უნდა განვიხილოთ როგორც სიგნალები და ერთი პოლიტიკური მიმართულება, ერთი გეოპოლიტიკური მიმართულების ასე ვთქვათ, საინფორმაციო და ფიზიკური ღონისძიებები, როგორც აი ჩვენთან რაც გააკეთეს. ასევე უკრაინის გურმა განაცხადა, რომ თბილისში თუ სადღაც თბილისთან ახლოს აქ რაღაც ცენტრი ქონია ჩვენ, რაღაც საინფორმაციო რუსული, რომლითაც ახორციელებთ იქ სამხედრო ეხმარებით რუსეთს და ამის განადგურების ლეგიტიმური უფლება გვაქვს. ესეც გეცოდინებათ. ეს ყველაფერი ერთი ოპერიდან არის ამას. გასაგებია და თვითონ ამ დიდი თურანის შეკვრა შესაძლებელია? არა. პირდაპირ პასუხი არა, ესე იგი ეს იქნება მოდი შეიძლება დიდ ამაში მონაწილე მხარეებს კონდეთ ილუზია, რომ ამას ყველაფერს გააკეთებენ. მაგრამ ამის უკან იმალება გაცილებით უფრო რმა ჩანაფიქრი, უშუალოდ და რმა ჩანაფიქრები, სტრატეგიული ჩანაფიქრები, რომელიც ახლა გაგვიგრძელდება საუბარი ამაზე, რომ სულ სხვა რამე გამოვა რა, რას ამაზე ჯობია ცალკე ვისაუბროთ, ხო? თუ რას ველოდით და რამე ვიღებთ. კი ბატონო, საერთოდ ომების გეოპოლიტიკის მთავარი ის რა არის? კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, აი. პირველ მსოფლიო ომი რო იყო მაგალითად, ხო? ახლა როცა დაიწყო ეს ომი, მხოლოდ
ვინმეს რო ეთქვა, რომ აღარც ერთი მონარქია აღარ იქნება ევროპაში, გარდა ბრიტანულის. რომ მონარქიები ავსტრო-უნგრეთის იმპერია, რუსეთის იმპერია, ეს მონარქიული სისტემა კლიანტ გერმანიის იმპერია კლიანტ მოიშლებოდა და სხვები, ხო?ენ გიჟად ჩაკვლიდნენ მას. ანუ და თვითონ მონარქები რო ებმებოდნენ ამ ომებში, მათაც ხომ ვერ წარმოედგინათ საერთოდ რომ გავსი პარადოქსალური გავსი რამ მოხდებოდა, ხო? იგივე აქაც ახლა ეს თურქეთის ახალი იმპერიის შექმნის ეს ცდელობა მაგალითად სტატია მაქვს სხვათა შორის. ელი რა თურქეთის ახალი იმპერია და ზუსტად აი მაგ კითხვაზეა პასუხი, ხო? წააწყდება თურქეთზე გაცილებით ძლიერი აქტორების წინააღმდეგობას. ეს ერთი და მერე შედეგი სულ სხვა იქნება ამ წინააღმდეგობების შედეგად, აი ამ წინააღმდეგობების დაჯახებების შედეგად. ხო, ანუ მცდელობას არ დააკლებენ ალბათ რა. არა, რა თქმა უნდა, არა. თურქეთის არა აქვს, აი ძალიან პარადოქსალური სიტუაცია, რომ მას არ შეუძლია არ გაფართოვდეს და ამავე დროს არა აქვს პოტენციალი რომ გაფართოვდეს ისე როგორც დაუშვათ მის უსაფრთხოებას მის იმპერიულ ამბიციას ჭირდება. ანუ ერთის მხრივ აი ვერ ეტევა ეს თურქეთის იმპერია ხომ გვახსოვს როგორიც იყო, ხო? მაგის თურქეთის იმპერიამდე რა იყო მან სივრცეებზე? ბიზანტიის იმპერია იყო. ხო? ის ამ ტრადიციის მატარებელია ამ გეოპოლიტიკურ კანონზომიერებაში ის. გასაგებია და ბოლოს ძალიან საინტერესო არის ჩვენს მიერ ნახსენები და ნაკები ბატონი მაკრონის ვიზიტი ჩინეთში. აქ იყო ესეთი ეჭვი გამოითქმებოდა, რომ ესე იგი ევროპას ბოლო მცდელობა აქვს და მაკრონი როგორც მშვიდობის ემისარი აფრინეს სი ძინპინთან, რომ როგორმე ზემოქმედება მოეხდინა, თუმცა მე არ ვიცი რა უნდა მოეხდინა. რომ ასე თქვათ პოზიტიური როლი ეთამაშა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ. და შენ როგორი შტაბ-ბეჭდილება დაგჭა, რაც იხილე, რასაც მოусმინე ანალიტიკოსებისას, შენ თვითონ რას ფიქრობ ამაზე? ნუ ხა საფრანგეთი ძალიან სერიოზული სახელმწიფო იყო და ხო, ანუ ინდოჩინეთს რო ფლობდა ხა ესეც ახლაც ხა საფრანგეთი რა საწოდაობაა რომ მაკრონია ამ უძარმაზ ამ უდიდესი სახელმწიფოს თავის კულტურითა და ისტორიით ხელმძღვანელი. ესე იგი ჟისკარ დესტენს ვერ მოვესწარი თუ მოვესწარი არ მახსოვს, მაგრამ აი მიტერანის ფონზე ეხლა რომ მაკრონია. არა მარტო კაცო ხვებით, ეს ბოლო ორი განსაკუთრებით ხო საერთოდ პარადოქსი არის და მე რას ვამბობ? საფრანგეთი რა ქვეყანაა, ეს არის ქვეყანა რომელსაც აქვს ატომური მრეწველობა, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ატომური ტექნოლოგიები, თავის სამხედრო ის რა ქვია ატომური იარაღი, ავიაცია, ანუ სრული ციკლი აქვს რა, სერიოზული სახელმწიფოა ეს. მაგრამ ძალიან ესე იგი ამ პოლიტიკური სიგიჟის გამო კატასტროფული ტემპებით კარგავს ყველა თავის გავლენებს. მაკრონის ვიზიტი შეიძლება განვიხილოთ ამ რაღაც ცდელობად კვლავ წარმოჩინდეს როგორც სუპერ ძალა. ის უშიშროების საბჭოს წევრია საფრანგეთი ამავე დროს, ხო? ხლა ის რომ ვეტოს დადების უფლება აქვს, ხო? ვეტოს დადების უფლება აქვს. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ჩინეთის პოზიციაც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩინეთი განსხვავებით შეერთებული შტატებისგან სხვათა შორის განიხილავს გაეროს როგორც ინსტრუმენტს. ის გაეროს რეზოლუცია პრინციპ გაეროს ეყრდნობა, ანუ ჩინეთის პოზიცია ძალიან ისეთია, მკვეთრია ამ თვალსაზრისით. ძალიან გამოხატულია უბრალოდ რა. ხო და შესაბამისად ეს გასათვალისწინებელია. ანუ საფრანგეთი ცდილობს რაღაცნაირად პოზიციონირება კონდეს ისეთი რომ ის არის კვლავ არის დიდი სახელმწიფო, მაგრამ ნუ ჩინელები
ნაკლებად იზიარებენ მის ამ ასე ვთქვათ ცდილობას. რასაც ადასტურებს ყველაფერი საერთოდ, როგორც გამონათქვამები, ასევე დახვედრას და ყველაფერი დანარჩენი. თვითონ მაკრონის პერსონა ძალიან შეუფერებელია საფრანგეთის იმპერიული დიდების, ესე ვთქვათ, რეკონსტრუქციისთვის. მოდი ასე ვთქვათ რა. ნუ ახლა ოფიციალურად რა თქმა უნდა, გარდა იქ სავაჭრო და სხვა საკითხებისა, რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი, რომ მაკრონი ცდილობს სი ძინპინის ჩართვას პუტინზე ზეგავლენის ოპერაციაში, მოდი ასე. რასაც სი ძინპინი არ ეთანხმება. ხო. ამავე დროს მაკრონი იქ გარკვეულ გასაგებია, რომ სხვა უფრო ელიტების მაკრონი ვინ არის? მაკრონი არის როჩილდების, ასე ვთქვათ, მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი პერსონა, ხო? და ამდენი ხანი იქ არის. შესაბამისად, ასევე დაუშვათ იქ საიდუმლო ორგანიზაციები აღარ არის, მაგრამ ახლა უკვე საიდუმლო არ არის ის დიდი აღმოსავლეთის ლოჟაც მოგეხსენებათ გასმის უკან. შესაბამისად, ახლა იქ გარკვეული ინსტრუმენტები მაკრონის ხელში არის, რომელიც დაუშვათ რომელთაც მას შეუძლია ესაუბროს უაღრესად ამბიციურ ჩინეთის ხელმძღვანელობას, რომელიც მიიჩნევს, რომ საერთოდ უკვე აქტიურად გაბატონებულია პლანეტა დედამიწაზე. ეს არის მიცხოვთა შორის, რომ ჩინელებს საერთოდ სხვა წარმოდგენა აქვთ უკვე. ის გრანდიოზული, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური, დემოგრაფიული ყველანაირი ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ახლა ჩინეთის მმართველების ამპლუაში. საერთოდ შეუზღუდავი შესაძლებლობებია. რასაც უნდა იმას აკეთებენ, სადაც უნდა. გარშემო კიდე ყველა პანიკაშია. როგორ ვფიქრობ და ამას ეხლა ესე ფისკალურად შედეგი თითქოს არ მოყოლია, ნუ ვიზიტი ვიზიტისთვის იყო, მაგრამ შესაძლოა რომ აი რაც უფრო დრო გავა ამოტივტივდეს თუ სი ძინპინი მაინც ხარად ამჟამად რუსეთის ესეთი პარტნიორია. სი ძინპინი ამ შემთხვევაში არავის პარტნიორი არ არის. სი ძინპინი ამ შემთხვევაში განიხილავს და ჩინელები განიხილავენ ახლა ამ ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენების საუკეთესო ვარიანტებს. და იყენებენ კიდევაც ამას ყველა. რუსეთი გასაგებია, რუსეთთან მათ აქვთ ძალიან სერიოზული ინტერესები, ხო, ერთი რესურსები. მეორე, ჩინეთს აქვს საფრთხე, ხო, შეერთებული შტატების იაპონია, შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა სერიოზული ძალაა და მათ აქვთ ეს საფრთხე და შესაბამისად დაპირისპირებული მათ მიმართ რუსეთი თავისი ატომური იარაღით, ხო, მათ არ აწყობს ეს. ამავე დროს ჩინე ძალიან კარგად ახსოვს თავისი პრეტენზიები, უშუალოდ მათ 1.5 კვადრატული კილომეტრი აქვს დაახლოებით სადაოს. წარმოვიდგინოთ. რუსეთს და ჩინეთს. რუსეთმაც ისარგებლა ჩინეთის სისუსტით, ხო? ძალიან ეფექტურად. შესაბამისად, ახლა ჩინეთის ესე ერთმნიშვნელოვნად განხილვა, რომ ის რუსეთის მხარეს არის, ეს საერთოდ არარელევანტო, არასწორი არის. მას აქვს განიხილავს თავარმოწინააღმდეგეება სწორედ შეერთებულ შტატებს და მის ბლოკს და ესმის რომ დაუშვათ იგი ძალიან დაუცველია მისი მთელი რიგი ტერიტორიები და უშუალოდ მიუხედავად მისი კოლოსალური ტემპებისა რუსეთი კვლავ რჩება ძალიან ანგარიშგასაწევ დაუშვათ ძალად განსაკუთრებით სამხედრო სფეროში შესაბამისად ჩინეთს არ უნდა რომ დაუშვათ ზურგი კონდეს მოშიშვლებული ეს შეუძლებელია რომ უნდოდეს
ამავე დროს ის არიან მეგობრობის იმითი და იმითი მართალია იქ იღიმებიან და არის სენტიმენტები დაუშვათ ეს სი ძინპინი ვინ არის? სი ძინპინი სამხედრო არისტოკრატიის წარმომადგენელი, სამხედრო პარტიული არისტოკრატიის წარმომადგენელია და რუსულიც კარგად იცის და სტალინის ფაქტო თბილი კვლავ ესე იგი იქ რომ იმელიტას კავშირები ქონდა და მამამის და ასე შემდეგ და იქ კიდე ცალკე საკითხია, ცალკე განსახილველია. ხო და შესაბამისად ესეც არსებობს, ეს ფაქტორიც არსებობს, მაგრამ არსებობს თვითონ ჩინეთის სახელმწიფოს ესე ვთქვათ ამბიციები და ინტერესები. ინტერესები. რაც განკარგავს მის საგარეო პოლიტიკას და სხვა არაფერი. რა თქმა უნდა და აი კიდე ერთხელ ვამბობ, აი ახლა ეს ცვალებადი ძალიან ისეთი გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით, როცა შეიძლება საერთოდ აი ეს მოლაპარაკებები ეს მთელი ეს საკითხთა მთელი ამალგამა უეცრად შეიძლება გადაიქცეს გლობალურ დაპირისპირებად. ჭაჭურ რეაქცია. ძალიან დიდი მადლობა მორიგჯერზე ამ საინტერესო საუბრისთვის. ფაქტობრივად, რაც კი რამ საკითხები მქონდა და შეკითხვები, ყველაფერზე ვისაუბრეთ, ყველაფერი გავიარეთ, ყველაფერზე გაეცი პასუხი და დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. ბატონო, იტოლოს რაც შეეხება, ხო? აი ამ დიდი დაპირისპირება რაც არის, საქართველოს კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს აქვს შანსი. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისგებლობა აქ არის, რომ რაღაცნაირად შევინარჩუნოთ შიდა სტაბილურობა. რომ დაუშვათ შიდა სტაბილურობა თუ არ გვექნა ჩვენ შეთანხმების ადგილათაც ვერ გადავიქცევთ, გადანაწილების ადგილად გადავიქცევთ. ისმით? აი ეს არ ესმი ძალიან წუხვა რომ აი რაღაცა სიგიჟეები, რაღაცა ილუზორული სიგიჟეებმა მოიცვა კვლავ ჩვენი ხალხის გარკვეული ნაწილი, ხო? ეს თუ ჩვენ ვივახციეთ აი ამ გადანაწილების გლობალურ გადანაწილებაში როგორც სტაბილურმა პოლიტიკურმა ერთეულმა, ანუ კონტროლი ხო სადაც ხორციელდება, ხო? შანსი გვაქვს ჩვენ რომ გავხდეთ მშვიდობის და მოლაპარაკების ზონა დიდ იმპერიებს შორის. რაც გამოიწვევს საქართველოს სწრაფ განვითარებას. ანუ გაბწყინებას. ასე ვთქვათ, ხო რო ეცინება. ხო და თუ ასე არ იქნა და ჩვენ აქ კვლავ აღმახანი და დაბლავ ფარცხეთ თავსა ხიშტი მოიხვედრეს, თავსა ხმალი მოიხვედრეს, გულსა მოიხვედრეს ხიშტის პრინციპით ვიმოქმედეთ, ხო? მაგ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ გადაგვინაწილებენ ძალიან მძიმე ჩვენთვის პირობებით. აი ეს მინდოდა ბოლოს მეთქვა. და სოსო დიდი მადლობა და იმედია რომ ნუ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რომ საჭირო დრო საჭირო ადგილას აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩვენ ვივაშკაცოთ და ვიაქტიუროთ მე საზოგადოებრივ ნაწილს. მაინც ხელისუფლების გარეშე და ქვეყნის ლიდერების გარეშე ამას ვერ მივახცევ და იმედი მაქვს რომ როგორც ამბობენ პლან A აქვთ, ასევე პლან B აქვთ რა და შეიძლება პლან C-ც დაჭირდეთ, ხო და ხელისუფლება იზოლირებული ხო არ არის, ხელისუფლება ამ შემთხვევაში ხალხი რასაც ლაპარაკობს და ფიქრობს, იმას ვერსად ვერ გაიგებს, ეს ყველაფერი საზოგადოებრივ აზრში ხდება. აი ეგ არის ეს რო არის ეს რაღაცნაირ გაჭედილი აზროვნების რო არიან ხოლმე. აი მაშინ რო არ აკეთებდი რაღაცას, ახლა რო აკეთებ, რა უფლება გაქვს რომ ახლა აკეთებ. მაშინ რა გაგეკეთებინა, ასე რო აზროვნება, ხო? მაგალითად, ეს ყველაფერი ხდება განვითარებულ მოძრავი დიაგრამაა, ესე რომ ვთქვათ რა და შესაბამისად ხელისუფლება პატრიარქმა თქვა ერთხელ სხვადასხვა მე მაშინ ამდენი წელი იყო, ამდენი წლის წინ. შენ არ უნდა ისაო, რა ქვია, ეცადო რომ დაამხო, შენ უნდა ეცადო გააუნჯობესო. მე ღმერთი თვითონ განსაზღვრავს როგორ და რა იქნებაო. აი ეს
ეს ახლაც ყურში მაქვს. ეს მისი ნათქვამი სხვათა შორის. მართლაც ბრძნული გამონათქვამია. ო. დიდი მადლობა სოსო, კიდევ ერთხელ მშვიდობას გისურვებ პირადად ოჯახთან ერთად საქართველოს. ეხლა ახალი წელი დადგება საცაა უკვე. მრავალ ახალ წელს დაგასწროს ღმერთმა, შენ ოჯახთან და სამეგობროსთან ერთად და კეთილმოსურნეებთან ერთად და საუკეთესო სურვილებით და დეკემბრის თვე იმედია მშვიდობიანად ჩაივლის და ნახალწლებს შევხვდებით ალბათ და სასაუბრო კვლავ ბევრი გვექნება დარწმუნებული ვარ მე. იქით გერმის საქმე. აბა გაიხარე და ასევე მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს ჩვენს მაყურებლებს. ხო და ვინც დაუშვათ უზდელობს ამ კომენტარებს ძალიან მწუხვარ რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთი ემოციების თავიანთი აზრების კორექტულად გამოხატვა. და უსურვებ აქ ამ უნარის შეძენას. თორემ ძალიან კარგი უნარია ეს. კი. თუ წელს ვერ მოახერხეს უზდეებში მაინც. კი ბატონო. იوارჯიშო ხო, რა ვქნათ, ესე ჩვენი საზოგადოების მანკიერი თვისება ყოფილა. არ მეგონა ნამდვილად, მაგრამ ძალიან გავრცელებული ყოფილა, არც მე არ ველოდი, რომ ქართველები აიში ამდენი მართლაც ვარძლიანი, ბოგმიანი და უზრდელი. ესე იგი, ყველაზე ცუდი იცი რა არის ოსო, რომ ეხლა ნიკებით ხო მიუყვები, ეხლა ესე ხო არ არის, ხო ჩან სახელი გვარი წყება არის, ყველას ხო ფსევდონიმი არა, ბევრი მამაკაცია რა და აი არ მესმის ეს რავი, წყელა ყოვლის დონემდე დასვლა რა ის არის, ეხლა ბილწითყვაობა და გინება კიდე ხალხი ამბავია. მამაკაცი ფორმით არის, მამაკაცი ის არის, ვისაც ღირსება აქვს ახლა, ეგრე რომ იქცევა, იმას ღირსება არა აქვს ახლა, რა უყოთ. ბებეჩები ამბობ, ეს მეორე პატარა რო იყო ბებია. ყველა ვისაც შარვალი აწვია, კაცი კი არ არის ხო და სულ ეს მახსენდება ხოლმე. ეს მახსენდება ხშირად. ეგეთი გამონათქვამები ძველები. სამწუხაროდ. კარგი, აბა დროებით, კიდევ ერთხელ დამდეგს მშვიდობიან წლის დასრულებას და ნახალწლებს შევხვდებით. აბა ბედნიერად, პატივცემულო მაყურებლებო, ვისაც მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ, გააზიაროთ და გაავრცელოთ. დიდი მადლობა.